14 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს წინადაცვეთას და წმინდა ბასილი დიდის ხსენებას აღნიშნავს. სახარების მიხედვით, უფლის წინადაცვეთა დაბადებიდან მერვე დღეს მოხდა ამ წესის აღსრულების დროს დაერქვა ქრისტეს სახელი იესო, რაც მაცხოვარს ნიშნავს. წმინდა ბასილი დიდი მე-4 საუკუნეში კესარია კაბადოკიის მთავარ ეპისკოპოსი იყო. გილოცავთ ჩემო ძვირფასებო პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამ დღესასწაულს, რომელსაც ქვია წინადაცვეთა, ახალი წელი, აგე ბუნებამაც მოგვილოცა ახალი წელი, თოვლი მოგვივიდა და რა ვიცი, ხალისიც მოგვემატა და მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. ღმერთმა ის ძველი რჯული კი არ უარ აღასრულა და ახალი მოგვიტანა. და არაფერია, არც წინადაცვეთა და არც წინადაუცვეთელობაო, თუ აი ეს არ იქნებაო. ჩვენ თავარს უნდა მივხვდეთ. თავარს საკუთარ თავში უნდა ვეძიებდეთ ამას ყველაფერს და იქ უნდა გქონდეს მოუდრეკავი ბრძოლა გამართული საკუთარ ნებებთან, საკუთარ სისუსტეებთან. ერთმა დაგლოცოთ. გილოცავთ კიდევ ერთხელ დღევანდელ დღეს და დამდეგ ნათლისღებას გილოცავთ, განვეწყოთ ახლა ნათლისღებისთვის უდიდესი დღესასწაული მოდის, აი ეს იმხელა პასუხისგებლობის დღესასწაული მოდის, რომ არ ვიცი. აი ჩვენ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემო ძვირფასებო რა. როცა ჩვენ აი ეს ნაბიჯი ან ნათლიებმა და მშობლებმა გადადგეს, ჩვენს მაგივრად როცა ჩვენ პატარები ვიყავით, ან შეგნებულად როცა ჩვენ უკვე დასრულები ვიყავით და გადავდგით ეს ნაბიჯი. და მადლობა უფალს, რომ აი ეს ნაბიჯი გადადგეს და მეც მიმიყვანეს იქამდე და დღეს აი გევარ თქვენთან და მიხარია თქვენთან ყოფნა. იცოცხლეთ და იხარეთ. მეთქმა დაგლოცოთ.